ადამიანზე ჯადო და მასზე ზემოქმედება კეთდება ნებისმიერი ნივთით. ტყუილია ეს ფაქტი, რომ ადამიანზე ზემოქმედება კეთდება მარტო სავარცხლით, თმით და ასე შემდეგ. თმა ყველაზე მნიშვნელოვანი და საკრალურია, ამაზე მე ვისაუბრებ YouTube-ის გრძელ ვიდეოში, რათა ეს ინფორმაცია ყველა ადამიანმა უნდა მოისმინოს, მაგრამ თუ ადამიანზე ზემოქმედება მინდა და სხვას უნდა და თუ ის არის ძლიერი, ვიმეორებ, ძლიერი მაგი, შეუძლია ადამიანი ბრჭყალებში დააზომბიროს და ჰიპნოზი მოახდინოს მასზე. ეს ძალიან ნადევლია, როდესაც არის ძლიერი მაგი. თქვენ ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მოულოდნელად ხოლმე კაცებს უფრო ხშირად უკეთებენ, კაცები იცვლებიან. ეცვლებათ ხასიათი, არიან ძალიან აგრესიულები და ხშირ შემთხვევაში ოჯახის ჯადოს აბრალებენ ამას. ეს როგორც მისთვის არის ცუდი, ასევე ისეთი ადამიანისთვის, ვინც მის გვერდითაა. იღებენ მის ნივთს, ამ შემთხვევაში რომელიმე ქალი, სჭირდება სისხლი და კიდევ რამოდენიმე კომპონენტი, ხშირ შემთხვევაში აკეთებენ სხვადასხვა ცხოველის ან ასე შემდეგ სისხლს და მის ნივთში ურევენ, რა თქმა უნდა, კიდევ სხვა კომპონენტები და ლოცვებიც სჭირდება და აზომბირებენ ადამიანს. თქვენ ალბათ გაგიგიათ, ბევრი არის ხოლმე შემთხვევა, მაგალითად, ნაჯახით მიუვარდა ადამიანი, ჩაქუჩით მიუვარდა ადამიანი, ხო? ან საცემრად სიკვდილამდე სცემს ადამიანი თავის ცოლს და საყვარელს ფეხებს ულოკავს. ადამიანზე არის ჯადო გაკეთებული, რომელიც გაკეთებულია მისი ნივთით და თუ ის სისხლით და თუ ის სხვადასხვა, კიდევ შელოცვებით არის გაკეთებული, ეს ძალიან რთული სამუშაოა და ესე ვთქვათ, ძალიან დიდ ენერგიას და ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდ თანხასაც მოითხოვს, იმიტომ რომ ბევრი მინახია ესეთი ადამიანი და არავის არ გირჩევთ ესეთ ცხოვრებას. რა გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ 100%-ით იყავით, კაცები უფრო არ არიან ხოლმე ყურადღებიანები საკუთარი ნივთების დაკარგვისას, მაგრამ თქვენც იყავით ძალიან დიდი ყურადღებით, იმიტომ რომ არა მარტო კაცებს, არამედ ქალბატონებსაც უკეთებენ. თუ ნივთზე გაგიკეთეს ჯადო, იქ დამთავრებულია უკვე ძალიან დიდი შრომა და თანხების გაკეთება გელოდებათ თქვენ ნამდვილად წმენდა არგიშვილის. და თუ უკვე სერიოზულად არის საკითხი, იქ უკვე ადამიანი უკაცრავად და შეიძლება როგორც ფოთოლი, ესე მოქმედო სიტუაციაში დარჩეს, დადებილდეს.